სოფლის მეურნეობის მინისტრი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე საგამოფენო ცენტრში ექსპო ჯორჯიაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. აუდიენციას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ასოციაცია ქართული ღვინის აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2013 წლის რწყველის მსგავსად მიმდინარე წელსაც იქნება გამოყოფილი საკრედიტო რესურსები და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება ექნებათ შეღავათიანი დაფინანსება მიიღონ. სიახლეებზე კერძოდ ჭაჭის კონტროლზე, ანუ ქართული ჭაჭის გაგრძელებამდე და არ მოხდეს ფალსიფიცირებული ღვინის ჩამოსხმა, მეორადი ღვინის ჩამოსხმა, ამ და სხვა საკითხებზე იყო საუბარი, იყო შეკითხებაწყობის რეჟიმში, თავისთავად ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება რთული წელიწადში. კანონული მოსაზრებების ადმინისტრაციასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ კიდევ რამდენიმე შეხვედრა გვექნება ამ ფორმატში, რათა მაქსიმალურად მეზრა პოლიციური კერძო კომპანიების ინტერესები